პრესული კვირა ჰქონდა მამუკა ხაზარაძეს, რომელმაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შეკითხვებზე პასუხისგაცემა არ ისურვა და მაგისტრატ მოსამართლესთან მისვლა ამჯობინა. კომისიაზე დაბარების გამო გაღიზიანებული ხაზარაძე რატომღაც ტელეკომპანია იმედს დაესხა თავს, ჯერ ფორმულის ეთერით, შემდეგ კი ასევე გაღიზიანებული პირადი დაცვის დახმარებით გაექცა ჩვენი ჟურნალისტის შეკითხვებს. ახლა შეგვიძლია მოვისმინოთ რა თქვა მან ფორმულას ეთერში და რა უთხრა იმედის კვირის ჟურნალისტს. მე მინდა ვკითხო ამ თქვენი ტელევიზიიდან იმედში მომუშავე ადამიანებს. თქვენმა მფლობელმა, რომელმაც ირაკლი რუხაძეზე მაქვს საუბარი, რომელმაც პარტნიორებს ფული წაართვა და ბრიტანეთის სასამართლომ 170 მილიონი დოლარი თაღლითობის გამო დააკისრა, გადაიხადა? რა ნამუსით გამოდიხართ და ინტერვიუს იღებთ რაღაც საქმეებზე, 15 წლის წინანდელ საქმეებზე, როცა თქვენი მფლობელი არის დაჯარიმებული თაღლითობის გამო 170 მილიონია გადასახდელი დოლარი. მე ვიცი ეს თემა. თქვენ ფორმულას ეთერში ისაუბრეთ ირაკლი რუხაძესთან დაკავშირებით. ბატონო მამუკა, გვაინტერესებს ერთი წუთით ხელი, ერთი წამი. ბატონო მამუკა, სასამართლოს გადაწყვეტილება ნანახი გაქვთ ბატონო მამუკა, თაღლითობაში რომ ბრალს. მამუკა ხაზარაძის ნათქვამს განცხადებით გამოეხმაურა ტელეიმედის მფლობელი ირაკლი რუხაძე, რომლის სრული ვერსიაც იმედი ნიუსზეა განთავსებული და შეგიძლია გაეცნოთ. ბატონი ხაზარაძის მიერ დასახელებული მიზეზი, რომ თურმე იმიტომ არ აქვს ტელეკომპანია იმედს მისთვის კითხვების დასმის მორალური უფლება, რომ მე ინგლისის სასამართლომ თაღლითობაში მამხილა, ფაქტობრივად მცდარია და შეურაცხმყოფელია ჩემთვის და ჩემი პარტნიორებისთვის წერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში. ტელეიმედის მფლობელი აღნიშნავს, რომ ხაზარაძეს წარმოდგენა აქვს, რაზე საუბრობს და თავი არც კი შეუწუხებია, რომ რეალური ფაქტები გადაემოწმებინა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიუხედავად ინგლისურ სასამართლოში 9 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესისა, სასამართლოს არ დაუდგენია თაღლითობა, ან არა კეთილსინდისიერი ქცევა არც მისი და არც ჰანიველ პარტნერსის მხრიდან. ასევე აღნიშნავს, რომ ჰანიველ პარტნერსმა და თავად მან ირაკლი რუხაძემ უკვე გადაიხადეს ინგლისის სასამართლოს მიერ დაკისრებული საერთო საურავისა და თანხლები სხვა დანახარჯების უდიდესი ნაწილი. გადახდის იმ ვადებთან და პირობებთან სრულ თანხვედრაში, რომლებიც დაადგინა ინგლისის სასამართლომ. თუკი ტელეკომპანია იმედის მიერ დასმული შეკითხვები ბატონი ხაზარაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, კონკრეტული არგუმენტების არსებობის შემთხვევაში ჩვენ თანახმოვართ განვიხილოთ და დავაკორექტიროთ ისინი. მაგრამ მინდა ჩემი განცხადება დავასრულო იმით, რომ ნაწილი თანხებისა, რომელიც გადაუხადეთ მომჩივან მხარეს, ვისესხეთ TBC ბანკისგან. თუ ბატონ ხაზარაძეს მართლა სჯერა, რომ მე და ჩემმა პარტნიორებმა თაღლითობა ჩავიდინეთ, მას შეუძლია ეს ფაქტი გადაამოწმოს TBC ბანკთან, სადაც ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. მით უმეტეს, რომ დეტალები ამ ფაქტის გარშემო საჯარო ხასიათის აწერია ირაკლი რუხაძის განცხადებაში, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ ნახოთ იმედი ნიუს ჯიზე.